სალამი მეგობრებო, ბასრი დისკუსიები გიბრუნდებათ. მე მიშა ვარ, ბატონი გიორგი. არის. ყველაფერი კარგად არის, დანები ბლომად არის და დავიწყეთ. ეხლა პირველ რიგში ჩვენ წინა ვიდეოში, როგორც თუ წინის წინაში ზუსტად არ მახსოვს, დავაანონსეთ, რომ 5000 გამომწერზე Microtech MSI შესაბამისად ვიაქტიუროთ, გამოვიწეროთ არხი, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ დანებზე სწორი ინფორმაცია. ჩვენ არ ვართ იმაში უბრალოდ არ ვამტკიცებთ, რომ აი ჩვენს იგით არავინ არ იცის ეს თემა. პატივს ვცემთ ძალიან ბევრ ჭკვიან ადამიანს, მაგრამ ჩვენი წვლილი შეგვაქვს და დღეს ბატონი გიორგი იქნება ასე ვთქვათ მთავარ როლში და ჩვენი დღევანდელი გადაცემა მიეძღვნება ფოლადის ასე ვთქვათ, დანაში ფოლადი არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი. ეგ არა, დანა ფოლადი. არა, ნუ ხო მარტო დანა ხო, მარტო ფოლადის არ არის, სხვა რაღაცეებიც არის, მაგრამ გადამწყვეტი ეგ არის. არის. გადამწყვეტი ეგ არის და ამაზე მიდის ხოლმე სულ იმაზე რას გვეტყვით, ამაზე რას გვეტყვით, როგორ გვეტყვით, რანაირად გვეტყვით, ერთი ვიცი ზუსტად. არ არსებობს იდეალური, სუპერ, უნივერსალური, ყველაფრისთვის მაგარი ფოლადი. არ არსებობს. მოგესალმებით, თავარ როლში თუ ვიყავი, არ ვიცოდი, მიხეილ. ანუ დამრტყმელი ძალა ვარ. კი, მე პატარა კაცი ვარ, ჩემთვის ჩუმათა ვარ, აგერ რაღაცეებში წამოყვე. ნუ სანამ გადავალთ ფოლადებზე, ერთ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ხანი ვარდებდით ამ თემას თავს, იმიტომ რომ გონია რომ არ იქნება პროფესიონალური, თუმცა ნუ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ ბევრზე მეტი შეხება გქონია, ბევრზე მეტი შეიძლება ვთქვათ და საბოლოო ჯამში ძალიან ბევრ გამომწერს და ბევრ დანის მოყოლს რაღაცა ინფორმაციას მივაწვით. დანარჩენი დაგუგლულები მოვედით. კი ბატონო, ორი ფოლადი აქვს შერჩეული, როგორც ვიცი, მე ერთი ფოლადი მაქვს შერჩეული, თუმცა სანამ ფოლადზე გადავალთ, თვითონ და მარკებზე გადავალთ. დანებთან თემაში და ფოლადებზე სხვა ვისაუბროთ, ზოგადად, იმიტომ აუცილებლად. რიგით მოხმარებაში მე არ მგონია, რომ რაღაცა განსაკუთრებულ სხვაობებს ამჩნევდნენ მომხმარებლები. ერთს ვიტყვი მიშა, რომ აი ფოლადებს, ახალ ფოლადებს რო იგონებენ ხოლმე და დიდი ოვაცია რო არის მეტალურგიაში და დანების ინდუსტრიაში. ძალიან დიდი მიღწევაა, როცა თქვათ ფოლადის თვისებები გაუმჯობესდება რამდენიმე პროცენტით და ზოგადად ალბათ ეგრე ხდება ყველაფრის გაუმჯობესება. ეს არის მეტალურგიის მიღწევა, მეცნიერების, იქ მეტალურგების, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში გინდა თუ არა რაღაცა შესამჩნევი იქნება ეს სხვაობები და გაუმჯობესება. ერთ მომენტს ვიტყვი მაშინ აქ ბატონო გიორგი, ანუ ხა ზოგადად ფოლადის ისტორია ნამდვილად არ ვიცი რამდენი საუკუნის წინ დაიწყო, მაგრამ ძალიან ბევრი საუკუნეების წინ დაიწყო და ფაქტიურად ის განვითარება, რაც მე-19 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო, მაგრამ რეალური, აი დარტყმა რა, ინდუსტრიალიზაცია რო წავიდა, მაშინ წავიდა ფოლადის განვითარებაც. ასე ერთი რამე დაიმახსოვრეთ. მე-11 საუკუნეში გამოჭედილი ხონსიუნ მიუს კატანა ვერანაირად ვერ იქნებოდა იმაზე მაგარი ფოლადი, ვიდრე აი აქ სამივის ხმალი რო უდევს ბატონო, ვერ იქნებოდა, მეგობრებო და კიდე დაიჭერეთ, კიდე მითებროდოთ ეს რუსული ფოლადია. კი, მაშინ მაგარი იყო, შეიძლება ეგეც საკამათოა კიდევ, მაგრამ ნუ მეტალურგია წინ მიდის და ყოველ წელს რაღაც სიახლეები შემოდის. ხო, და კიდე იტალიაში რომ მაგარი დანები კეთდებოდა და სინამდვილეში კიდე სანამ ზოლინგელიდან არ ჩავიდა ის კაცი და არ ჩაუტანა ფოლადი, მანამ რასაკეთებდნენ, ეხლა მერც მაიცის იმ მანიაგოში ზმაოდა. მთელი ევროპა გერმანიამ დააყენა ფეხზე კიდე. აი, დაუბრუნდეთ ფოლადებს. აქტუალური კითხვა პირველი რომ მოდიან მომხმარებლები, ყველაზე მაგარი ფოლადი რომელია? მე მაქვს მაგაზე პასუხი. ყველაზე მაგარი ფოლადი რომელია? როგორ მაქვს, იცი ეგეთი პასუხი მაქვს რა. როდესაც მეკითხები რომ აი ყველაზე მაგარი ფოლადი როგორია, ნუ პირველს გეკითხები რისთვის გინდა? ხო? მე გეკითხები ხოლმე რას ნიშნავს ყველაზე მაგარი ფოლადი, ანუ როგორ წარმოუდგენია და შენ პროფესიულ კითხვას უსმენ, კი ბატონო. არა, ნუ როგორ წარმოუდგენია და 10-დან 9 პასუხობს ხოლმე, რომ აი ყველაზე მეც რომელიც ჭრის. კი ბატონო. და ყველაზე მეც რომელიც ჭრის, საერთოდ არ ნიშნავს ყველაზე მაგარ ფოლადს. ყველაზე მეც დღეს ჭრის Rex 121 ჭრის. მაგრამ რო გაჭრი და ეოდნავ რომ მოგიხვდება მე რაღაცა მყარზე, იქიდან გამომდინარე რომ ანუ მისი სიმტკიცე არის ანუ ახლა გადავედი ისე. უკვე ფოლადისთვის ევში კაი ხო, გავჩვენ. აი, ნელა შევყვებით რა და გადავიდეთ თვითონ ფოლადებს უკვე. ანუ ყველაზე კაი ჭრა ანიშნავს იმას, რომ ყველაზე კაი ფოლადი არის. ყველა ფოლადს აქვს სხვადასხვა თვისებები და დანიშნულებისამებრ უნდა შეირჩეს ის ფოლადიც. კიდევ ერთს ვიტყვი, ალბათ სანამ თვითონ ფოლადებს გადავალთ,
რას ფიქრობ მიხეილ, აი რომელს აირჩევდი, მაგარი ფოლადი და თქვათ შეუსაბამოდ გამოყვანილი პირი თუ დაბალი დონის ფოლადი და კარგად გამოყვანილი პირი? პირველ რიგში ამირჩევდი უჟანგავ ფოლადს და ვიტყვი რატო. ჯერთ უჟანგავი ფოლადი 19 საუკუნემდე არ არსებობდა. კარგი. ფიზიკურად. იმიტომ რომ ხრომი მანამ არ იცოდნენ როგორ უნდა ჩაეგდოთ იმ აჯაბსანდალში, რასაც ფოლადი არის აჯაბსანდალი მეგობრებო და შედგება რაღაცა ელემენტებისგან. ანუ მე პირადი მოხმარებისთვის ვიძახი, თორე არის ინდუსტრიალის რაღაცა დარგები, სადაც ჭირდებათ აი მაღალ ნახშირგვადოვანი ბისტრარეზები და იქ ჟანგვაზე პრობლემა არ აქვს. ანუ მე ვირჩევ უჟანგავ ფოლადს. წეღერასაც ვიძახდი ის კითხვა, იმას ჩაუღრმავდები, ბევრს გონია რომ თქვათ ფოლადი არის გადამწყვეტი. პირადად მე აი ორივე ხელით ავირჩევდი ნორმალურად გამოყვანილი პირი რო ქონეს დანას და დაბალი დონის ფოლადი იყოს, თუნდაც აი 420, ვიდრე შეუსაბამოდ უაზროდ გამოყვანილი პირი იყოს და მაგნაკატი. და იყოს მაგნაკატი, 100%. თუნდაც მაგრად ნაწერთობი. იმიტომ რომ დანაში მარტო ფოლადი არ მუშაობს, ბევრს რო გონია რომ ეს რა ფოლადი არის. მუშაობს გეომეტრია, მუშაობს დაშვებები და ასე შემდეგ ყველაფერი. შესაბამისად, მაგის მიხედვით უნდა შეიჩეს ხოლმე ეს ყველაფერი და მაგიტომ არ არის მაგ კითხვაზე პასუხი რა არის ყველაზე მაგარი ფოლადი. კი ბატონო. გადავიდეთ უკვე ნელ-ნელა? გადავიდეთ ნელ-ნელა, გადავიდეთ მარკებზე. ერთს ვიტყვი რომ ანუ ფოლადები იყოფა ბევრ ჯგუფებად, ანუ თუ ადამიანს ძალიან აინტერესებს, ხო, დღეს იმდენად ბევრი წყარო არსებობს ამის ინტერნეტში, რომ აი უფრო მეტად იცი რატომ იჭირს საუბარი? დაახლოებით 5 წლის წინ დავიწყე აქტიურად მაგაზე კითხვა. პროფესიით არ ვარ არც მეტალურგი, არც ქიმიკოსი, მაგრამ თუ რამეზე ხელი მიმჯდაო და წავიკითხე ყველაფერს და მე მივხვდი რომ ნელ-ნელა მოვგლიჯე უკვე რა, სადღაც წავედი, რამის ის გავხსენე, რა ქვია, სახარშავი ფოლადის რა და. ამიტომ მარტივად ავხსნათ, მოდი მე ესეთ კითხვას დაგვრჩათ. ფოლადის ძირითადი თვისებები რა არის? ალბათ გაინტერესებს რომ თავარია იყოს ჭრა, კი ბატონო, ჟანგვადობა, უჟანგვადობა, თაფნის, სიმტკიცე და ელასტიურობა. და მეოთხე ეგ დავამატოთ რა. ელასტიურობა. რო გადაიწევს და რო არ უნდა გატყდეს. კაი, მაგაზე მე ვთვლი რომ ეგ არის. კი, არა, თვისება რამდენად არის, გეომეტრია არის, მათ კიდე ძალიან დიდი გადამწყვეტი. ის კაციც მაგ თვისებაში გაყავს. კაი კაცი რო. კაი კაცი რო არის, კაი. იყოს ეგ თვისებაში. მოდი კიდე ერთ რაღაცას დავამატებ, სანამ ესე გაჩაუღრმავდებით. დღესდღეობით ძალიან ბევრს გონია, რომ ჭედვა არის გადამწყვეტი და ნაჭედ ფოლადებს ეძებს ხოლმე განა, იმიტომ რომ თქვათ რაღაცა განსაკუთრებული თვისება შეიძლება კონდეს. გონია რომ უბრალოდ უკეთესი არის და უკეთესად ჭრის და ასე შემდეგ და დღესდღეობით მე მგონია რომ ჭედვა არის ალბათ აი ეს როგორი სახელი დავარქვა. ეს არის მოყვარულის დონე, იმიტომ რომ ძალიან დიდი შინაარსი აქვს, ძალიან დიდ პატივსაცემს მე მაქვს ნაჭედანები, თუმცა დღესდღეობით ფოლადისაგან ის თვისებები რო ამოიღო, რაც გვჭირდება, ჭედვა აღარ არის აუცილებელი და ჭედვით შეიძლება რაღაცა მცირეოდენი ცვლილებები შეიტანო, მაგრამ ძირითადში ფოლადები ისეთი მზა მოდის უკვე ქარხნებიდან. ჭედვა რას აკეთებს ორი სიტყვით ვთქვათ რა. კაი მიდი. მიკროსტრუქტურას აუმჯობესებს. ეგეც საკამათო არის, ჩვენ ახლა მეტალურგები არ ვარ კიდევ არ, მაგრამ რაც ამიგითხავს, თერმოდამუშავებით შეიძლება მაგ მიკროსტრუქტურების გაუმჯობესებას. არა, შეიძლება, მაგრამ თერმოდამუშავება. არ იყო ეს თერმოდამუშავება. ეგ მაშინ ხო, მაგას ვიძახი, რომ ეგ ჩვენ ამ ისტორიას უდიდეს პატივს ვცემთ და რატო არის, რომ ძველი ნაჭედი დანები, ხო, ანუ აი ისტორიული დანები მილიონები ღირს, კაცო. არა, ეს იმიტომ კი არ ღირს, რომ იქ მაგარი ფოლადია. ეს არის ისტორია. კი ბატონო. ეს არის ხელნაკეთობა, რაღაცა ექსკლუზიურობა, ანუ არ ვაკნინებთ არც ერთი წამით აი ამ ჭედურ სიტუაციას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დედა ეს რაღაცას ასწავლის. ხო, რაღაცა განსაკუთრებული თვისებები. ანალოგიური რაღაცა შეგვიძლია ვთქვათ დამასკურ ფოლადზეც. ვიგივია. აბსოლუტურად. დამასკურ ფოლადზე არის ერთი ძალიან საინტერესო თეორია რა, რომ ანუ არ ვიტყვი რომელ ქვეყანაში, იმიტომ რომ ბევრი მithქმა, მაგაზე, მაგრამ სხვადასხვა ტიპის მადნის, ასე ვთქვათ, ანუ შერევით რეალურად რა, ანუ რო არ ყოფნიდა რა, ანუ რაღაცა კონკრეტული წარმოებისთვის და ანუ აი ერთმანეთში რომ უნდა ეს მე აერიათ, ჩაერიათ, გადაერიათ და ეს გადაკეცვის მეთოდამდე რომ მივიდნენ, ანუ იდეაში მასალა რო არ ყოფნიდათ, მაგიტო გამოიგონეს ეგ დამასკური ფოლადი რა და არა იმიტომ, ეგ თეორია არ წამიკითხავს. მე მაქვს ეს საკითხი და ძალიან მემხრობი. ჩემი აზრი მაქვს რა მაგ თემაზე. ის შეიძლება არის მაგაში ლოგიკა. ხო და ისო ჭედვაზე რომ დავამთავროთ, ტესტებსაც რასაც უყურებ რო ატარებენ დღესდღეობით
ძალიან რთული არის ჭედვით რაღაცა იმ მინიმუმის მიღებაც. მაქსიმუმი ხო შეიძლება იყოს თქვა 100 ჭრა. ის 100 ჭრაც რომ იყო, იმდენად რთული არის ამ ტემპერატურების დაცვა და რაღაცა ტესტებს რო ატარებენ ხოლმე, რომ უმეტეს შემთხვევაში ხარვეზები აქვთ ხოლმე და ბევრად მარტივი არის მზა, კარგი მონოლითური ფოლადებით ქარხნიდან რომ მოდის, იმისი თერმოდამუშავება და იქიდან უკვე კაი იმის ამოქაჩვა. ანუ ესე იგი ჩვენ ისევ საუბრობთ და ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში, როდესაც უკვე ფოლადი კეთდებოდა ქარხანაში. ხო, კი ბატონო. და ანუ ისტორიულად სანამ მანამდე მივიდოდით, მთავარი ანუ იყო ადგილწარმოშობა. ანუ ვერ გაკეთდებოდა ისეთ ადგილას ფოლადი, სადაც არ იყო ანუ წიაღისეული, სადაც არ იყო წყალი. კი ბატონო. ანუ ამის მიხედვით სოფლიოში იყო რაღაცა ცენტრები. ეგრე განვითარდა და ეხლა ეგრე არის. და დარჩა ეგრე არის. ზოლინგენი ეგრე არის შვედეთში, ეგრე არის და ნუ ასე შემდეგ რა. ანუ ამ თემაზე გაინტერესებთ, შეგიძლიათ ბევრი რამე დაიკითხოთ. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ უკვე ქარხნულ ფოლადებზე და დღეს არის რამოდენიმე ძალიან სერიოზული გიგანტი მოთამაშე. Böhler Uddeholmi არის Crucible Industries, Carpenter Industries, Hitachi კი ბატონო. და რა ვიცი, მოდი ამით ჯერჯერობით შემოვიფარგლოთ. ნუ დანების მოყვარულები ნერვულობენ ახლა რომ Crucible კოტრდებაო, მაგრამ მე ამჯერა ამერიკულ მეტალურგიას რაიმე საფრთხე და თქვი და გავიმეორებ. ანუ ამერიკაში არის აბსოლუტურად სხვა კორპორატიული კანონი. შესაბამისად, კომპანიამ შეიძლება აიღოს ძალიან ბევრი ვალი და აქედან გამომდინარე გააკეთოს ხელოვნური გაკოტრება, ის ინდუსტრია არ ქრება, უბრალოდ Crucible-ის მაგალითად დაერქმევა დიმიტრიჩი. არავინ არ კოტრდება, ყველაფერი კარგად არის. ფოლადი არ გაუჭირდება ამერიკას. არავითარ შემთხვევაში დაპატენტებული აქვს 15 ახალი ფოლადი, რომელიც უკვე შექმნილია. ასე რომ არ გვებუქრება არაფერი, დანის მოყვარულებსაც ფოლადის დანაკლისი არ გვექნება. არ გვექნება. გადავიდეთ ფოლადებზე. ზოგადად დანების ინდუსტრიას ძალიან პატარა წილი უკავია ფოლადების წარმოებაში. ძალიან და ძალიან მცირე არის მომხმარებელი, ასე ვთქვათ რა და. შესაბამისად, დიდ ყურადღებას ამ ფოლადის ქარხნებში არასოდეს არ უთმობდნენ შესაბამისად არაკომერციული. აი გაკრას გამომჭი ერთი უდიდესი ქარხანა კრუპი რა, გერმანული, რომელიც ფოლადს აწარმოებს იმხელა რაოდენობით, მაგრამ სულ არ ადარდებს ეხა მაგი ფოლადი დანაში გამოიყენება თუ არა. ტანკები მიდის და ისა რა ქვია, გემები. და ეგრე იყო რომ სულ აქამდე რაღაც 2000 წლამდე ძირითადად გამოიყენებდნენ დალის ხელოსნები სხვადასხვა რაღაცებისათვის შექმნილ ფოლადებს, საკისრებისთვის იყო თუ სხვადასხვა დანიშნულებით. ტეპლაოდის კლაპანი. კი ბატონო. მასკვიჩის რა ქვია ისა, ამორტიზატორი. და რესორი და მაგრამ კეთდებოდა, მაგრამ არ კეთდებოდა. ახლაც იყენებენ. და ასევე მოდი ერთი რამე ვთქვათ, შეიძლება ძალიან ესეთი უბრალო ფოლადით ოსტატმა ისეთი მაგარი დანა გააკეთოს. ეგ სხვა თემაა. ეგ ვაფშე სხვა თემაა, არის მაგარი ოსტატია. ეგ ვაფშე სხვა თემაა არის. კი ბატონო. ხო და ნუ ისე გამოვიდა რომ 2000 წლამდე აკეთებდნენ სხვადასხვა დანიშნულების შექმნილი ფოლადებისთვის და 2000 წლისთვის მიდამოებში Crucible-ში აღმოჩნდნენ ხტანების მოყვარულები, რომლებიც ესწრებოდნენ ხოლმე ამ დანების შოუებს და ნელა გაუშვათ ინტერესი თუ რატო არ აკეთებდნენ მაღალი დონის, რატო არ იყენებდნენ და ისე მოხდა რომ ნუ კრისრიბს ესაუბრნენ და კრისრიბი უკვე ბიჭია. კი ბიჭი არის და კრისრიბს რო კითხეს რატო არ იყენებო ჩვენ ფოლადებსო, ნუ ესეთი მარტივი პასუხი გასცა რომ როცა უკეთეს ფოლადს გააკეთებთო, მერე გამოვიყენებთო. ნუ ალბათ მივხვდით მეგობრებო რომ S30 ვიზენ აქვს საუბარი ამ შემთხვევაში. კი ბატონო. S30-ვი დღესდღეობით შეიძლება ბევრს გონია რომ რაღაც არ არის ისეთი განსაკუთრებული ფოლადი. იმიტომ რომ იმის მერე ძალიან ბევრი მოიყარა და იმის მერე ძალიან ბევრი მოიყარა, მაგრამ დღესაც კი თუნდაც ხო, აი წეღარო საუბრობდით რა არის საუკეთესო ფოლადი. საუკეთესო ფოლადი არის ის რასაც თulis ხელოსანი რომ რისათვისაც დანას აკეთებს, იმისათვის იყო ქონდეს ძალიან კაი თვისებები და ამ შემთხვევაში კრისრიბზე მაქვს საუბარი, კრისრიბი რას ვლიდა grindability, ეს დამუშავების სიოლე, ასე ვთქვათ. დამუშავების სიოლე, რომელიც ძალიან ბევრს ნიშნავს დანების კეთებაში. ეხლა ეს დაურს რო აკეთებ, იქ შეიძლება რექსის დამუშავა, მაგრამ როცა რაღაც სერიალაზე გადიხარ, იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 100-დან არის გასაკეთებელი. კი ბატონო. არანაირ სული არ გაქვს რექსი ამუშავა. კი ბატონო. შემდეგი კიდევ ეს გამოგიტყვი მარტო კრისრიბთან არ უსაუბრია, სანამ ვქნიდნენ, იქ სხვა ბევრ ხელოსნებთან საუბრობდნენ და ესერი RJ Martinez იქ იყო და იქ იყო ესე ცნობილი არის რომ იხსენებდნენ ხოლმე ამ Crucible-ის და ფოლადის შექმნის ისტორიას, Ernest Emerson-იც იყო ჩართული და Ernest Emerson-მა თქვა რომ ესე მარტივად დანა თუ გატყდებაო, არ ვიცი ამდენად სწორად გადავთარგმნი, მაგრამ wrong guy could die-ო. ანუ
და დაწდება შეიძლება თქვა სხვა დანიშნულებით იქნას ის დანა გამოყენებული რა და შესაბამისად აი საუკეთესო ფოლადზე რო საუბრობთ ისინი თვლიდნენ რომ დანა არ უნდა ტყდებოდეს დანის გადატეხვა არის თქვა ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოვიდეს დანარჩენი მანამდე ანუ ეს 30-ის ისტორია არის ის რომ თქვა ცდილობდნენ აი 3V გაეუმჯობესებინათ 3V რამდენიმე წლით ადრე იყო შექმნილი პოპულარობით სარგებლოდა თუმცა რაღაც ჟანგვიდან გამომდინარე და დამუშავებიდან გამომდინარე ხელოსნები იყო სხვა რაღაცაში იყო კი სხვა რაღაცაში მაგრამ ესე მასიურად ის ხელოსნები მაინც არ იყვნენ ჩართული ვერ იყენებდნენ რა და უნდათ რომ შედარებით უჟანგავი ყოფილიყო იმიტომ რომ ჟანგბადობა რაც არ უნდა იყოს ალბათ მასიურად მომხმარებლებისათვის ძალიან დიდი დისკომფორტია სტატისტიკასაც ეხა შრომას რო ხარჯავ რაღაცას აკეთებ და ეხა რო გაყიდი იმას და მე ჟანგი რო აქვს რომ არ უნდა არავის რა კი ბატონო და ესე ნელ-ნელა პირველი რო შეიქმნა თქვათ მოლაპარაკებების მერე ერთი წლის მერე შექმნეს ნელ-ნელა უკვე საცდელად რო ჩაუშვეს რაღაც 2001 წელს პატარა ნაჭერი მიცეს საინტერესო იყო დღეს წავიკითხე და 4 ცალი სადანე ნაჭერი გამოჭრა კრისრიმა და ერთი ცალი თქვა თვითონ დაიტოვა, ერთი სკოტ კუქს მისცა, ერთი თვითონ გრინდების ხომ გამოიყვანა და ერთი იყო ერთი წამით სტუმრები მოგვივიდნენ. მოკლედ ვაგრძელებთ ბაზრის დისკუსიებს, სტუმრებიც გავისტუმრეთ, ცოტა შევშინდით, ცოტა გამოვფხიზლდით. ხო და მოკლედ ეს ისტორია არის ის რომ კრის რივს რომ მიცა ამ კრუსიბლმა უკვე რომ თქვათ ეს ნაჭერი რაღაცა გააკეთეს სატესტო ერთი ნაჭერი თავისთვის დაიტოვა ერთი შეხვდა თვითონ ეს green divins გააკეთა მოწრთობით თვითონ აწრთო ერთი seversons შეხვდა და ერთი შეხვდა scott cooks და ამას რო კითხულობდი რაღაცნაირად ისე წარმოვიდგინე ის დანები როგორი საკულტო იქნება და საკოლექციო იქნება ხო და ესე გატესტეს და ყველას მოკლედ აზრი იყო ის რომ ადვილად მუშავდებოდა შემდეგ გატესტეს თქვათ დაამუშავეს რაღაც თევზი ასე შემდეგ დატოვეს წყალში მთელი დღე ისა მთელი ღამე მეორე დღეს ნახეს რომ თქვათ დაჟანგებული არ იყო მარტივად იწმინდებოდა და ესე ნელ-ნელა ჩაეშვა თქვათ წარმოებაში 30V მე ერთ წლის შემდეგ იყო უკვე დაანონსეს XL-ს დაანონსა უკვე სერიაში ჩაეშვებოდა კრისრიმა იმდენად მოეწონა ეს ფოლადი რომ აი ძალიან დიდი ხანი აკეთებდა ამაზე, მე გააუმჯობესეს უბრალოდ შედარებით რომ გრინდებილითი უკეთესი ყოფილიყო და გამოუშვეს უკვე შემდეგი მარკა, თუმცა მთლიანობაში თვისებები იგივე ქონდა და საბოლოო ჯამში S30V ისე არ ჭრის, თქვათ, ისე არ ჭრის, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ თავარი არ არის ჭრა ფოლადში, თავარი არის თქვათ იმას აკეთებდეს, რასაც ვავალებთ, ბალანსი. და ესე არის კიდევ მოწყობილი რომ სამწუხაროდ არ მოუგუნებთ იდეალური ფოლადი, თუ რომელიმე თვისებისკენ ხდება გადახრა ძალიან მაშინ რაღაცა აკლდება. ხო და ამ შემთხვევაში კრისრივის ხედვა იყო რომ დაბალანსებული უნდა იყოს ფოლადი, რომ არ ჟანგდებოდეს, ადვილად ილესებოდეს, სიბასეს ადვილად იღებდეს, გარკვეულწილად ჭირდეს კიდევაც არ წყდებოდეს და მთლიანობაში გამოვიდა ისე რომ S30V დღემდე აქტიურად გამოიყენება დანებში. და მინდოდა რომ თქვა ეს პირველი ფოლადებისთვის ამისთვის დამეთმო. ეხლა ჩემ რაღაცა გეგმას შევცვლე. აბა მიდი. სხვანაირად მინდოდა მე მეთქვა, მაგრამ მე არ მაქვს ფოლადებთან გამოყენებითი ისეთი შეხება დაუშვათ როგორც გიორგის ჩემი შეხება რა არის. ანუ ჭრა მე ზოგადად ჭრა არის ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი. ამ შემთხვევაში ჭრაში გულისხმობ ქაღალდის დაჭრას, მუყაოს დაჭრას, პროდუქტის საკვების დაჭრას, ხის გათლას, ანუ მანი ჭებს სიამოვნებას, ანუ ბასრი ინსტრუმენტები მიყვარს ზოგადად და ორ რამეს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ, ანუ სიბასრეს რამდენად კარგად ინარჩუნებს, რამდენად არ წყდება და რო იყოს, ასე ვთქვათ, უჟანგავი. და ძალიან პრეტენზიული მომხმარებელი არ ვარ, ასე ვთქვათ და ძალიან დიდი სიამოვნება მე მიღია, არ ვახრომ 13 მოლიბდენ ვანადიუმისგან, რომელიც ბატონმა გიორგიმ გადამილესა, არ ვიცი, რაღაცა თავისებურ გრადუსებზე და აი რავი რა, ვიჯექი და მუყაოს ყუთები რა, ტელევიზორის რაღაცები და რო შევა 1-4 საათი ჭრი ამან, ჭრი, ნუ არ დაბლაბდა. ანუ მე სერიოზულად ვიძახი რომ ანუ რო შევადაროთ რაოდენობრივად, აი თოკის ჭრით რო ავიღოთ რა, ანუ კონკრეტულად ახლა არ ვიტყვი არც ერთ ფოლადზე. შეიძლება ერთი ფოლადი, რომლისგან გაკეთებული დანაც პირობითად ღირს $30 და იგივე დანა მეორე ფოლადით შეიძლება ღირდეს $300. ანუ ეს 10 ჯერ მეტს არ გაჭრის. 10 ჯერ მეტს არ გაჭრის. 10 ჯერ მეტს არ, ანუ აქ ესე არ ითვლება ეს პრინციპი. შეიძლება ერთი რაღაცა ჩანართი გავაკეთო. ჭრაზე გამახსენდა.
სულ ყველას ვეუბნები ხოლმე, რომ ანუ რიგით მოხმარებაში თუ უბრალოდ აი მოყვარული არ არის ენთუზიაზისთვის რომ რაღაც განსაკუთრებულ ფოლადს ეძებს, ახალს ეძებს, რიგით სტანდარტული დღეს რო უბრალო ფოლადებს ვეძახით, ეგეც საკმარისი არის და მაგისთვის მაგალითს მოვიყვან, შენ გეცოდნება ბევრ გამომწერ შეიძლება იცოდეს ფენგფენგი. ფენგფენგი გადავლესე და ნუ მთელი ამბები იყო მაშინ რატომ მომიწია ეგრე გავლესო, მაგრამ გადავლესე და თოკი გაჭრა 500 ჯერ. თოკი გაჭრა 500 ჯერ და ფურცელს მაინც ჭრიდა. და ძირითადად ჩემი გამოცდილების პრაქტიკაში რაც ხდება დაზიანებული დანები ხდება. კი ბატონო. დანარჩენი ადეკვატური მოხმარებით და ნორმალური მოხმარებით რიგით მოხმარებელს ხო არ არის აუცილებელი სუპერ ფოლადები და ძვირიანი ფოლადები, ისინიც კი მუშაობენ. მაშინ ერთი ჩანართს მეც გავაკეთებ, ლუკა, თუ არ შეწუხდები. აი თაროდან ეს ჩვენი სიახლეებიდან რომელიმე მომაწოდე რომ უნდა დავაანონსო მომდევნო ვიდეოსთვის. თან რაღაცა უნდა დავამატო რა. კაი. აი სულ ერთი წავი, ფოლადთან კავშირშია ეს ყველაფერი, მაგრამ ასევე არის აბსოლუტურად აი ჩემთვის უდიდესი პატივისცემა მიჩნდება, როდესაც ამ ბრენდს ხელში, ასე ვთქვათ, ვიკავებ. ეს არის სტილეტოებში, ნუ არ ვიცი რა, საოცარი ისტორიის ბრენდი, ლატამა. ამ ბრენდზე ერთი სული მაქვს, როდის ჩავწერ ვიდეოს, რომ მოვყვე კაცის შესახებ, რომელიც არაფერ შუაში არ იყო დანებთან და რაღაც სასწაული გააკეთა, მაგრამ რატო გადმოვიღე ეს დანა? აი ამას რა ფოლადით გააკეთებ? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ ამ დანის დანიშნულება არ არის ჭრა. აი, მაშინ შემდეგ ვიდეოზე ვისაუბრეთ, ახლა ლატამას რო დავუთმოთ ყურადღებას, მაგრამ ერთ ვიტყვი რომ სტილეტოები შესაძლებელია. სტილეტოები ნუ მოგებ გასალესად მაგას დავამატებ. დანას რო არჩევ, დანა უნდა შეარჩიო ფუნქციონალით და მოაქვს ხოლმე და მე არ ჭრის რო იძახია. ნუ არა უნდა გაჭრას. არ უნდა ჭრიდეს. არა უნდა გაჭრას. კი ბატონო. ფილმებში რო უყურებთ ხოლმე რა, რომ აიღებს ვიღაცა და დიტოქს რო გადაჭერს სტილეტო თავს რო იხჭობს ერთი ფილმი მაქვს ნანახეს სკელტონზე იხჭობს ვიღაცა კალი თავს და კაფს იოდოს და ამხელა თუ აი სარა თეჩების მაიგეთ სტილეტო მე არ ვინახე. კი ბატონო. მოკლედ აქ მივედით იქ რომ რამხელა მნიშვნელობა აქვს ანუ პირის გეომეტრიას. წეღან რასაც ვიძახი. კიდე მაგნაკატი დააყენე აქ და რაც გინდა ის დააყენე არ დაჭრის. წეღან რასაც ვიძახი, ფოლადზე მეტად მნიშვნელობა აქვს რომ სწორად იყოს დანა გაკეთებული. დანარჩენი რაც არ უნდა ფოლადი იყოს, თუ დანა არასწორად არის გაკეთებული, ყველანაირ არის. სულ კაცის სიტყვები მახსენდება რა ეს რა ქვია სამჭედლო ქუთაისში ქვია რა თუ სწორედ იცი Facebook-ის გვერდით და ბიჭო დანებით დაშვებები გაუკეთე სწორედ დავიღარი ამის ლესვით აღარ გამოდის არაფერიო რა. თუ იმას დაშვება სწორედ არაა გაკეთებული, სწორი კუთხით არ არის გალესილი. ნუ ახლა ფოლადი იყოს რაც გინდა. აი, მოდი მაინც ზედაპირული საუბარი გვაქვს ფოლადებზე და ესე არ შევდივართ. ჩვენც არ ვიცით ძალიან სიღრმისეულად, იმიტომ რომ მეტალურგია ეს ძალიან ცოდნა არის ესე ციფრებში რო შეხვიდე. ერთ ვიტყვი რომ უჟანგავი ფოლადები ესე არ არის დანებში რა. სრულად უჟანგავი ნამდვილად არა. უჟანგავები ალბათ რავი შეიძლება რომ ვანაქსი დავარქვათ რომ ვანაკს ვერ აჟანგებენ. მაგრამ დანარჩენი ბევრს გონია რომ ეს stainless რო აწერია უჟანგავები არის და მაგასაც მიაქციეთ ხოლმე ყურადღება, იმიტომ რომ stainless ნიშნავს ნაკლებად ჟანგვაც. კი ბატონო. დანარჩენი ეს S30 ვიც თქვათ გაუმჯობესებული CPM 3V არის ჟანგვადობის პრინციპი მიხედვით და ასე შემდეგ ყველაფერი ჟანგდება. გააჩნია უბრალოდ რა პირობებს. გარემო პირობებს გააჩნია, მაგრამ ყველაფერს ჭირდება რაღაცა ყურადღება. დანარჩენი კი რა თქმა უნდა ჟანგვადები ბევრად კარგად აგრესიულად ჭრიან, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ რომ თქვათ მარტივად, ძალიან მარტივად იმათ უკვე ან ლაქები უშდებათ, ან კოროზიები უშდებათ. ფოლადის კლასებზეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას ამ შემთხვევაში თანამედროვე ფოლადებზე მაქვს ძირითადად საუბარი. ადრე იყო 3 კლასი, ახლა უკვე 4 კლასად ითვლება. tier 1, tier 2, TS ინგლისურად ეს tier იმას მაქვია საფეხბურთო ლიგებიც ეგრე ითვლება. ანუ ქვედა ბიუჯეტური კლასი, ეგრეთ წოდებული, ანუ ბიუჯეტური კლასი, საშუალო პრემიალური და ნუ პრემიალური კლასი. ზოგი ამას სხვანაირად არქმევს, არქმევს ქვედა ბიუჯეტურს, არქმევს პრემიალურს, საშუალო პრემიალურს და მერე სუპერ იმას, ანუ როგორც გინდა ისე დაარქვი რა. ანუ ძირითად შემთხვევებში, ანუ არის ქვედა ბიუჯეტური, სადაც გამოვარჩევთ რამოდენიმე ძალიან კარგ ფოლადს, რომლის გამოყენებაც სწორი გეომეტრიის შემთხვევაში არის ძალიან კარგი, ეს აუსრო არ ვახრომი, ანუ ერთი არის ჩინური წარმოების, მეორე არის იაპონური და ფაქტიურად დაზმანი არიან, პირობითად რო ავიღოთ. ამ ჯგუფში მე ჩემ ფავორიტს ვიტყვი, რომ შვედური სენდვიკი მიყვარს ძალიან 14-28N, რომელიც ძალიან კარგი ჟანგბამედეგობით, პირველადი ჭრით და თაფნესით, ანუ სიმტკიცით თუ რა ქვია მაგას, კაცო ვერ გავიგე რა. სიმტკიცე. ხო,
მოკლედ, კაი ფოლადი არის, მე მიყვარს ეგ ფოლადი. შემდეგი ჯგუფიდან რო ავიღოთ, ალბათ მან S30 ვის უნდა დავდოთ დიდი პატივი. კიდე ერთი ზევით რო ავიდეთ, M390 უნდა ვახსენოთ აუცილებლად და აი თლა იქითკენ რო ავადეთ, მე 15-ვი ბოლო პერიოდში ხო ძალიან დავმეგობრდი. ბატონო ერთ სიტყვი კიდევ მე მაინც მინდა რომ ფოლადებზე წარმოდგენა შეექმნათ მე ჩემი გამოცდილებით მე თუნდაც ესე მექნებოდა რანაირად წარმოდგენა რა და ბევრს გონია რომ აი ლურსმანს რო ჭრის რკინას რო ურტყავენ და არაფერი არ მოსდის და კიდე ერთი თვისება არის რომ აი ძნელად დავამუშავეთ და აი რაცა ძალიან ძნელად დასამუშავებელი ფოლადი რო არის ვთქვათ შკურკას რო არიღებს სიტყვაზე ზუმფარას და არის გაწრება ესეთი მაგარი რო არის ბევრს გონია რომ ეგ არის ძალიან კარგი ფოლადი და ძალიან კარგად გაჭრის არანაირ კავშირში არ არის საერთოდ ეგ ყველაფერი მაგასთან აი ელემენტარული იმას ვიტყვი რომ აი რაც უფრო ცუდად მუშავდება ფოლადი ხშირ შემთხვევაში ახლა რეგზი არ მაქვს საუბარი მაგრამ ხშირ შემთხვევაში იცოდეთ რომ პირიქით მეტი წილი ცუდად გაჭრის ელემენტარული აი რომ წარმოიდგინოთ ალბათ ძალიან სიღრმეებში რო შევიდეთ ცუდად დამუშავება აი კარბიდები რო ავიღოთ აი როგორც მიწაშიო დიდი როდები არის ხო იმას ზუმფარა ვერ იღებს მაგრამ და მაგიტომაც არის რომ ძნელად მუშავდება მაგრამ ჭრაში ეგ აისახება იმას რომ ძალიან ძნელი გასალესიც არის ეგ ყველაფერი პლუს ძალიან ცუდი თვისება აქვს ადვილად შეიძლება გადატყვეს იმიტომ ჩათვალე რომ აი დიდი ლოდები რო არის შეგეთ და ყველაფერზე ცუდად აისახება ანუ არანაირ კავშირში არ არის აი ყველაფერი იმასთან კარგია თუ არა ფოლადი ის რო ურტყავენ კიდევაც რკინას რო ურტყავენ და ლურსმენს რო ჭრიან ეს არის მარტივად გეომეტრიის ამბავი და მეორე მომენტია შეიძლება ფოლადში ყველაფერი იყოს ფანტასტიკურად ანუ შემადგენლობა ანუ ელემენტები იყოს ძალიან კარგად დაბალანსებული მაგრამ იყოს იდიოტურად ნაწრთობი და ყველაფერი კარში ჩაიყაროს. ანუ ეგ ცალკე თემა არის. ეგ ცალკე თემაა. ეგ ცალკე თემა არის. ბევრი გვინახავს. კი. ნამდვილად. სტანდარტულად ქარხნულად სერიულ წარმოებაში არ გვხდება აი მაქსიმალურად კარგად ნაცნობი ფოლადები. მაგის კარგი მაგალითი უნდა გაჩვენო. აბა ანუ რომელიც არის შეგნებულად გაკეთებული, მე არ ვიტყოდი რომ ეს აი ეს არის ფანტასტიკური დანა. კარგი. ძალიან მაგარი დანა ვინაიფის. ვინაიფი ძალიან შეგნებულად მუშაობს, სუპერ პრემიუმ ფოლადზე 20 CV კი ბატონო, მაგრამ 20 CV-ს რეკომენდირებულ, ასე ვთქვათ, სიმტკიცესთან შედარებით, სისალესთან შედარებით, ერთნახევარი როკველით დაბლა აწრთობენ ესეთ. კარგი. მოიცა აქ ძალიან მარტივი ახსნა, არანაირი სურვილი არ აქვს, რომ მათ გაიმეორონ ის შეცდომა, რაც თავის დროზე Spider-Com გაიმეორა, ზედმეტი სისალით, ანუ იმიჯი დაიზიანა ერთ პერიოდში, რომ პირები ემტრეოდათ და არაფერი რა. ანუ უნდა იცოდე უბრალოდ რომ როდესაც შენ გინდა რომ იყიდო რაღაცა სუპერ ექსკლუზიურობა, ხო, ის არის სხვა წრთობა, სხვა რაღაცა არის. მაგიტო არის რუსებს ამ შემთხვევაში ვახსენებ და ამერიკელებსაც ვახსენებ, ანუ არიან იქაც ადამიანები, რომელთა ნაწრთობ ფოლადებს საერთოდ სხვა ფასი აქვს. კი ბატონო. და აი ბოლო ჩვენი შენაძენი ორივემ რო ვიყიდეთ მე და შენ 15-ვი, რომელიც არის Spider-Com წარმოების მაგრამ ვიღაცა პეტრუჩიანის ნაწრთობი რა, იმიტომ რომ იმ ფოლადს ის აწრთობს, იმუშავა, ივარჯიშა, ისწავლა, გატესტა, მოკლედ ძალიან დიდი თემაა. არავინ არ მოგატყუოთ, რომ ერთ გადაცემაში კი არა, ну რა ვიცი რა. ჩვენი მეგობარი რო არის, რამდენი წიგნი აქვს იმას დაწერილი, რამდენი წელია კაცი შრომობს, ბოლოს მივიდა აგერ და მაგნაკატი გააკეთა. ხო და ნუ გთხოვთ, რომ ერთ გადაცემაში მოგიყვეთ ყველაფერი. ერთს ვიტყვი კიდე წეგან კაი თემას შეეხება ჩაუღრმავდეთ იმას. მთავარი არის როგორ არის ნაწრთობი. მაგალითად იტალიური შემხდა, ახლა არ დავასახელებ რა ბრენდი არის, რა არის M398, რომელიც ძალიან მაგრად უნდა ჭრიდეს. აბა იმას არ გაიღუნა იმას. ერთი მარტივი რაღაცა გადავჭერი და პირი ეგრევე ჩამოიღუნა არა და დაბალგრადულზე წარიყო გალესილი. და შემარ და როგორ მომწონს მე ეგ და. შესაბამისად ფოლადი არის ნედლეული რა და დანარჩენი ვინ როგორ აწრთობს იმას, ეგ უკვე ცალკე თემა არის და მაგას ცალკე ღირებულება აქვს. კარგი ოსტატები რო აწრთობენ, როგორც მოხდა საკითხული, რამდენიმე დღე უნდებიან, რომ ფოლადი კარგად გამოიყენონ და იმის თვისებები მაქსიმალურად გამოავლინონ და ალბათ იმას ხვდებით, რომ ქარხანაში და კონვეიერზე ალბათ ფოლადის შესაძლებლობების ნახევარს თუ მიიღებენ, ეგეც უკვე კარგი შეიძლება. მაგრამ ჩვეულებრივ მომხმარებელს არაფერში არ გვჭირდება ის. ეგ სხვა თემა არის. ანუ ეგეც გავიგოთ, ანუ რაღაცა საოცრებებს ნუ ვითხოვთ ხოლმე, ანუ აი როგორ გითხრა ZDP 189. ნუ ეს იყო რაღაცა სიბასრის და ასე ვთქვათ, არ იყო რაოდენობრივად ბევრი და ნუ ZDP იყო მოდა რაღაც. ნუ აი მართლა მიყვარს ეგ ფოლადი, გან არ მიყვარს. მაგრამ აი რა შემჭირდება?
რეალურად. აი მაგაზე დავფიქრდი ახლა და ზედაპირ მეც მაქვს, მეც პატივსაცემ, მაგრამ მომწონს აი რაღაცა განსხვავებულებიდან და იშვიათი ვარ და ასე შემდეგ ვარ, თორე აი არ ვიცი, კარგად ნაწთობია 30-ვი, სავსებით საკმარისი არის ყველაფრისათვის და მაგის ნათელი მაგალითი არის აი ეს benchmade-ი, თუნდაც რომ არაკეთებენ, ძირითადად მასიურად აკეთებენ. რაც არის მაგალითი ყველაზე დაშტამპული ოღონდ ბევრი რო იყიდება რა, ბაგაუტი ძირითადად არის 30-ვი და აგერ კრის რივიც მსგავსი და ახლა ამის 30-ვის შემდეგ თაობებზე აკეთებენ, რომ სავსებით საკმარისი არის რიგითი მოხმარებისათვის ეს ფოლადები. მე აქ მინდა ერთი პატარა ფოლადს ცოტა გადავუხვიო და ძალიან კარგი სიახლეები არის ქართული, ასე ვთქვათ, მედანეობის საკითხში და მინდა აღვნიშნო, რომ აი ძალიან გულწრფელად გულშემატკივრობთ. დავიწყებ ზურათ აყაიშვილის კოლაბორაციით მაიკლ ზიბასთან, რომელსაც ძალიან ისეთი ეპატაჟური სახელი დაარქვა რა, დანას რა, უმერტა, ნუ არ ვიცი, უმერტა ვინც იცით, ვინც არა, ეხა არ დავიწყებ მაგას ახსნა განმარტებას. რა ვიცი, ძალიან მომეწონა და იმაშნია, რომ მაგარი ამბავია რა. ძალიან მაგარი ამბავი არის, რომ ლევანი მოსიძემ უმაგრესმა ოსტატმა დასაკეცი დანებს მიიღო ხელი, პროტოტიპული ვერსიებია, როგორც ვიცი ჯერ, მაგრამ ძალიან მომეწონა. ასევე შევხვდი, გვარი არ მახსოვს და არ მინდა არასწორად რომ წარმოვთქვა, ქართველი ოსტატი, რომელიც ძალიან საინტერესო დასაკეცი დანა და აკეთა აბაიშვილი თუ სწორად მახსოვს, ავი გილოცავ მეგობარო წინსვლები და ამაზე მაგრად არაფერი არ გაგვახარებს, რაც შეიძლება მეტი ეგეთი ამბავი რომ გაგვეგოს რა და აქვე რახან ამაზე თქვი, ლევანის ასმე დიდ პატივს წემ, ლევანი მე ხა ერთ-ერთი ბოლო ფიქსი გააკეთა 15 ვეზე და დამიდასტურა რომ მოკლედო ანუ საბოლოო თვისებების ერთობლიობითო, ნუ აი ერთ-ერთი ალბათ საუკეთესო ფოლადიაო, რაც კი მე გამიტესტავსო რა და მე გამიკეთებიაო და მეც მომწონს. იცი რა ჩავფიქრდი? ამიდებიც გამოდის, ნელა იქნება და მოვაბათ თავი და დანებიც გავტესტოთ ხოლმე ჩვენ თვითონაც საველე პირობებში, რომ თქვათ რაღაცა დანები გავტესტოთ რაღაცა. მოდი ვიცი, გემრიელად ხო არ გავტესტოთ. გემრიელად? კი. დავგეგმოთ. ანუ მე არ ვარ მომხრე crash ტესტების. ვიტყვი რომ მე არ მიყვარს დანის განადგურების ტესტები. ვანგი თუ გინდათ მილიონიარი დაჯიქით უყურებთ. crash ტესტები მე არ მიყვარს. ფუნქციურად, კი ბატონო, ანუ შეიძლება დატვირთები მივცე, როგორ არა, რა თქმა უნდა, წვეთსაც გავტესტავთ, იმაზეც რა ქვია, შეიძლება ძვალზეც გავჩხაპროთ და რაღაცა, მაგრამ დამტრევა არ გინდა დანებში. ალბათ ამ სამოყვარულო დონეზე ყველაზე კარგად მაინც აქ ეგეთ ტესტებიდან გაიგებენ გამომწერები და ჩვენც, რომ აი კი, რეალობაში რაღაცა დანა გადავლესოთ, ეს ფოლადი გვეცოდინება და რეალობაში ვნახოთ რა შეუძლია. ამიტომ დაგველოდეთ მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რაც ვთავარია და გპირდებით, რომ დროთა განმავლობაში, ანუ ჩვენი ხარისხით წინ წავა მე და ბატონი გიორგი. რაღაცებს გეგმავთ, მოკლედ მაგ საკითხში და ბევრი კაი ამბები გვექნება. მოდის რომ რაღაცა ერთგვაროვანი რო არ იყოს, ჭიქები დავგეგმეთ, რომ ჭიქებს დავდებთ, რაღაცა დაბრენდილს და ნენელა წავიწევთ წინ. ეს გავიპარსავთ, მას დავივარცხნით, მოკლედ თქვენ გვერდში გვიგულეთ და გამოიწერეთ რაც თავარი არ. აბა მომავალ ვიდეოებში. კარგად.